მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას მინდა პირველ რიგში მადლობით დავიწყო, მადლობა ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ვინც მილაიქებს, მიკომენტარებს, ყველას დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო. მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად და მადლობას მოგახსენებთ ასევე არხის სტუმრებს და იმედი მაქვს იმის, რომ თუ არ გამოგიწერიათ და სტუმრის სტატუსით შემოდიხართ, გამოიწერთ ჩემს არხს, მადლობა ამისთვის. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა ორ ვარიანტზე. ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ვინ გადევნებთ თვალს და ნახოთ დაინტერესების მიზეზი. აი ასეთი გაშლა გავაკეთოთ. მოკლე გაშლა იქნება, ექსპრეს გაშლა, უბრალოდ რომ იცოდეთ, ვინ გადევნებთ შორიდან ფარულად თვალს, ვინ ეთვალიერებს თქვენს სოციალურ ქსელებს. თუ საინტერესოა ეს გაშლა თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო, აირჩიეთ ვარიანტი. მწვანე და ცისფერი ქვა, პირველი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე ვარიანტი, აი ასეთი ქვები გვაქვს. აირჩიეთ ვარიანტი, მე დავალაგებ არკანებს და ვნახოთ. პირველი ვარიანტი. ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული? პირველი არკანი იქნება, ასე ვთქვათ, მისი ენერგიები, ხო, მისი დახასიათება, ასე ვთქვათ, მის ცხოვრებაში რა ხდება ამ მომენტისთვის, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. და რა არის დაინტერესების მიზეზი, რატომ გადევნებთ თვალს, ხო, რატომ გადევნებთ თვალს. აირჩიეთ შემოკარგებო ვარიანტი. მოდი მესამე არკანით ვნახოთ. თქვენთან, ასე ვთქვათ, რა ურთიერთობა აქვს ამ მომენტისთვის, ხო, რომ მიხვდეთ, იქნება დაცნობია ვინმე, იქნება უცნობი პიროვნება, რომელიც შორიდან გადევნებთ თვალს და აზრზე არ ხართ, ხო, ვინ არის ალფარულად. უცნობი პიროვნება, ანუ ნახოთ რა კავშირშია ეს პიროვნება თქვენთან. მესამე კითხვა იყოს ასეთი, რომ მიხვდეთ, იქნება ამოიცნოთ ვინმე, რა კავშირი გაქვთ ამ პიროვნებასთან თქვენ ამ მომენტისთვის, ხო? ამ მომენტისთვის პირველი და მეორე ვარიანტი. მაშ ასე დააპაუზეთ თუ დრო არ გმარათ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, დავტოვებ პირველს და ვნახოთ ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, თქვენი პიროვნებით დაინტერესებული ვინ არის. იმპერატრიც წამოვიდეთ, ჩემო ძვირფასებო, აქ არის ქალის ენერგიები, შესაძლებელია პიროვნება არის ქალბატონი, შესაძლებელია დაოჯახებული, მაგრამ არ არის აუცილებელი, თუმცა ძალიან ბევრთან იქნება რეზონირებაში, ისე რომ იმპერატრიცა შეიძლება იყოს ოჯახის წევრიც კი, ხო, ოჯახის წევრი, დედა, მეუღლის დედა, ან ნათესავი ქალბატონი, ვისთანაც გაქვთ შესაძლებელია კომუნიკაცია, შემდეგ გავიგებთ კიდევ შემდეგ არკანში, ხო? შესაძლებელია არ არის აუცილებელი, მაინც ნახავ, მაინტერესებს 10-იანი კვერთხი ამოვიდა, ანუ ეს რა ქვია, უკაცრავად, მესამე კითხვა იყო რა კავშირი გაქვთ, ხო, შესაძლებელია ამ პიროვნებასთან, ვინც რაღაც პასუხისმგებლობები გაკავშირებთ, ხო, რაღაც ვალდებულებები. ყოველ შემთხვევაში პიროვნებას იცნობთ თქვენ ამ პიროვნებას. ნახოთ რა ინტერესის მიზანი. პაჟი პენტაკლი. შესაძლებელია აინტერესებს თქვენი ფინანსური სიტუაცია, ან სიახლე, თუ რაიმე სიახლეა თქვენს ცხოვრებაში, ხო? უფრო მეტად მე ვიტყოდი, რომ დაინტერესების მიზეზი შესაძლებელია იყოს ფინანსური მხარე, მატერიალური მხარე. როგორ ვითარდებით, რას აკეთებთ, ხო? ან რამდენი გაქვთ თქვათ შემოსავალი და ამ პიროვნებასთან მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ, შესაძლებელია ითქვას ისიც, რომ პიროვნებასთან რაღაც სიმძიმე გაქვთ, ანუ გიჭირთ ურთიერთობა ამ ქალბატონთან, ვინც არის, არ ვიცი ვინ არის, შესაძლებელია ამ მომენტში არც გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ გაქვთ რაღაც ვალდებულებები, რაღაც პასუხისმგებლობა, რომ იძულებული ხართ თითქოს, რომ იურთიერთოთ ან რაღაც ესეთი სიტუაცია თქვენ შორის. კიდევ დავამატებ მე ერთ არკანს, ვინ არის ეს პიროვნება? ვიცით რა არის, მე ვიტყოდი იმას, რომ ემოციური კავშირი გაქვთ ამ პიროვნებასთან. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს თქვენი პარტნიორის დედა, მშობელი, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, კვერთხის მეფე ამოვიდა და ტუზი თასის ემოციური კავშირი გაქვთ. შესაძლებელია პიროვნება, ვინც თქვენით არის დაინტერესებული და ვინც თქვენ გათვალიერებთ, თქვათ, თქვენი სოციალურ გვერდს ათვალიერებთ, შესაძლებელია ეს პიროვნება არის თქვენი პარტნიორის, არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობაში ხართ შეყვარებულია თუ ვინ არის, მაგრამ ემოციური კავშირი გაქვთ ამ პიროვნებასთან და ეს პიროვნება
გათვალიერებთ შორიდან. ინტერესს იწვევთ ამ პიროვნებაში და ინტერესს იწვევს თქვენი არა მარტო მატერიალური მხარე, არამედ თქვენი პრაქტიკულობა აინტერესებს, ხო? თქვენი პრაქტიკულობა რამდენად პენტაკლის პაჟი ამოვიდა, რომელიც ყოველთვის მზად არის რაღაც სიახლეებისთვის, აინტერესებს თქვენს გარშემო რა არის სიახლე, ხო? თქვენი პიროვნება აინტერესებს, რამდენად პრაქტიკული ხართ და რამდენად რესურსიანი პიროვნება ხართ, ხო? ანუ აი ეს მომენტია. ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ თუ რეზონირდა თქვენთან, რას ფიქრობთ თქვენ, თუ პირველი ვარიანტი აირჩიეთ, რამდენად რეზონირდა, მაინტერესებს გამომეხმაურეთ. მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს ყურებისთვის, მე გადავდებ პირველ ვარიანტს და მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია და ვნახოთ ვინ არის თქვენით დაინტერესების მიზეზი და რა კავშირი გაქვთ ამ პიროვნებასთან და რა ურთიერთობაში ხართ სიტყვაზე, ხო? ნახეთ როგორი მომენტია, ვინ არის თქვენით დაინტერესებული და ამოვიდა კოშკის არკანი. შესაძლებელია თქვენით დაინტერესებული თქვენი ყოფილი ამ პარტნიორი ან ნაცნობი, რომელთანაც შესაძლებელია რაღაც კონფლიქტური სიტუაციით, რაღაც ხმაურით დაასრულეთ ურთიერთობა, ნეგატიურად დაასრულეთ ურთიერთობა, ხო? შესაძლებელია ამ პიროვნებასთან რაღაც გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ წარსულში და ძალიან მოულოდნელი რაღაც შესაძლებელია ამ პიროვნებამ, ვინც დაინტერესებულია, ძალიან რაღაც ისეთი კვალი დატოვა თქვენს გულში, რომელიც დიდხანს ახსოვთ, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ძალიან გული გადგინათ და ამ მომენტისთვის დასრულებული გაქვთ ურთიერთობა. მეორე ვარიანტს, აი ეს პიროვნება, არ ვიცი, თქვენ უკეთესად იცით, გადახედეთ თქვენს წარსულს, ვინ იყო თქვენს წარსულში, ვისთანაც ჰქონდათ რაღაც გაუგებრობა, კონფლიქტური სიტუაცია, გულისწყენა და ვისთანაც მოულოდნელად დაასრულეთ ურთიერთობა. აი ეს პიროვნება გადევნებთ თვალს, დაინტერესების მიზეზი, რატომ აინტერესებს თქვენი პიროვნება და თქვენი სოციალური ქსელს, რატომ არის, ხო, ვინ გადევნებთ თვალს. ამოვიდა ხმლის ტუზი, შესაძლებელია პიროვნება სურს რაც ახალი რაღაც სიახლე, კვლავ ურთიერთობის აღდგენა, ან რაღაც სურს კვლავ კომუნიკაცია თქვენთან და სურვილი აქვს იმის, რომ რაღაც გაიგდეს, ხო? შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს სურვილი იმის, რომ რაღაც გაარკვიოს და გამოვიდეს თქვენთან კომუნიკაციაზე. ყოველ შემთხვევისთვის, ნახეთ, თასის მეფე ამოვიდა. თასის მეფე ეს ძალიან ბევრთან შესაძლებელია იყოს ყოფილი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო, პარტნიორი, ვისთანაც რაღაც კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ და ამ მომენტისთვის მისი დაინტერესების მიზეზი არის ის, რომ რაღაც კომუნიკაცია აღდგეს თქვენ შორის კომუნიკაცია და ფარულად გადევნებთ თვალს. ნახეთ, ფარულად გადევნებთ პიროვნება თვალს. ძალიან დიდი ალბათობით თქვენი სოციალური ქსელი, ვიტყვი, ყველაფერი გადასინჯული აქვს ამ პიროვნებას და აი ასე ეკრანიდან, ნახეთ, ეს სხვანაირი დასტა, ორიანი კვერთხი არ მოქმედებს, თუმცა აქვს სურვილი და არის ინტერესი, რომ გადევნებთ თვალს, ყველაფერი თქვენი აინტერესებთ და ამ პიროვნებასთან თქვენ გაკავშირებთ წარსულში, გქონდათ რაღაც კომუნიკაცია, რაღაც კარმული, ასე ვთქვათ, შესაძლებელია რაღაც კავშირი ამ პიროვნებას და თქვენ რაღაც გაკავშირებთ ერთი სიტყვით წარსულში და ამ პიროვნებას სურს თითქოს თქვენს ცხოვრებაში კვლავ დაბრუნება. რა კავშირი გაქვთ? პერიოდული შეხვედრები გქონდათ ამ პიროვნებასთან, ჩემო ძვირფასებო, პერიოდული და ურთიერთობა გქონდათ. შესაძლებელია ერთ პერიოდს, ანუ წარსულში რაღაც წარმატებული, როგორ გითხრათ, იცით, ფიქრობთ, რომ რაღაც წარმატებული ურთიერთობაც კი გქონდათ, რომელიც შემდეგ უცებ შეიცვალა და რაღაც ისეთი კვალი დატოვა ამ პიროვნებამ, აი ნახეთ, რაც ძალიან გადგინათ გული. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი ცხოვრებით დაინტერესებულია პიროვნება, ვისთანაც გქონდათ რაღაც კავშირი, კონტაქტი, ყოფილი პარტნიორი შეიძლება იყოს, ყოფილი, არ ვიცი, წარსულში ერთი სიტყვით ისეთი პიროვნება, ვისგანაც დღეს ვისთანაც აღარ გაქვთ ურთიერთობა და გული გაქვთ ნადგენი. აი ასეთი იყო დღევანდელი ერთი სიტყვით გაშლა. მაინტერესებს მეორე ვარიანტს, თუ მეორე ვარიანტი აირჩიეთ, როგორ რეზონირდა თქვენთან,
რას ფიქრობთ, რომელი ვარიანტი აერჩიეთ, დამიტოვეთ კომენტარები, მადლობა და ნახვამდის.